საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევის საკითხზე დღეს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მან პროცედურები დეტალურად განმარტა, როგორც სასულიერო პირმა განაცხადა, კათოლიკოს პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე. დაველოდოთ წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებას, აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ ამ დღეებში საქართველოს მოქალაქეებმა აჩვენეს ძალიან დიდი გულითადობა და სიყვარული პატრიარქისადმი. ძალიან ბევრი მათგანი დღესაც აცხადებს, რომ ბევრ ადამიანს შენდობა მისცეს, აპატიეს და აღარ უნდათ არავისთან კონფლიქტში შესვლა. თითოეული ადამიანი გრძნობს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი მათთან ერთად ჭირისუფალი იყო ძალიან დიდი ტკივილისა და ამ ტკივილმა გაგვაერთიანა. გარდა ამისა, ამ პერიოდში ჩვენ ვართ დიდი მარხვის დღეებში, წინ გველის ვნებისკვირა და კიდევ ერთხელ უნდა მივიახლოთ მაცხოვრის ჯვარცმას, მაცხოვრის ვნებებს დაფლას საფლავში, ესაც აი ამ დღეებში მორწმუნე ადამიანებს მატებს გლოვის განწყობას და ამას ემატება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეს გარდაცვალების სამგლოვიარო დღეები ჯერ არ გასულა, 40 დღე არ გასულა და ვიცით, რომ კათოლიკოს პატრიარქი განსაკუთრებული ფიგურა იყო და განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მისადმი. ამიტომ ეს დღეები არის ალბათ ესეთი ერთმანეთისადმი მოქალაქეების ერთმანეთისადმი სოლიდარობის დღეები. და მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით, რომ წინ გვაქვს რა აუცილებელი პროცედურა კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული დისკუსია და ვნებათა ღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში და გვინდა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ღირსეულად ჩატარება აი აუცილებელი პროცედურისა ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევისა ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და იმ პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოირჩინა და მინდა გითხრათ, რომ პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე-შიო სინოდის სხვა წევრებთან ერთად ზედმიწევნითი დაცვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა წარმართავს ამ პროცესს და საბოლოოდ აი ამ კრებაზე სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს პატრიარქს. ამიტომ სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, წარიმართება ზედმიწევნითი დაცვით ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა. ის უნდა ემდოს ეკლესია პატრიარქის არჩევის დროს და რამდენად მნიშვნელოვანია მეუფე-შიოს მიმართ მხარდაჭერა. პატრიარქის არჩევის პროცედურა გაწერილი არის ზედმიწევნით საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში. ეს არის გარკვეული პროცედურა, რომლის მომზადებაც ევალება მოსაყდრეს და 39 მღვდელმთავარი სინოდის წევრი ხმის მიცემით არჩევანს აკეთებს 3 დასახელებულ კანდიდატს შორის. ეს არის პროცედურა საბოლოო ჯამში. ეს ფაქტი, რომ პატრიარქმა შესაძლოა დაასახელა მეუფე-შიო მოსაყდრეს, მას ნიშნავს საზოგადოების შეშფოთებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კათოლიკოს პატრიარქმა, როდესაც ის იყო საკმაოდ აქტიური და ქმედითუნარიანი, ძალიან ბევრი მიმართულებით აი ამ პერიოდში 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე. დასახელების გარემოებები ზუსტად მახსოვს, ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო ძალიან დიდი ვნებათა ღელვა და საკითხი საბოლოო იმ ბოლო პერიოდში ეხებოდა სად ინახებოდა
პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ. პატრიარქმა, როდესაც გადაწყვიტა მეუფეშიოს დასახელება მოსაყდრედ, მან ვიწრო წრეში აქ განაცხადა, რომ ეს გააკეთა იმისათვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს და მან თქვა, რომ ანდერძში, დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მოყოლებული 2017 წლის 23 ნოემბრიდან, როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, რომ დღეს ჩვენ ყოლოდა მოსაყდრე, თითქმის 8 წელზე მეტი გავიდა, მე-9 წელი არის და მეუფეშიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევებს და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში. მეუფეშიო რომ აირჩია მოსაყდრედ, ეს ფაქტი ხომ ადასტურებს, რომ ხელოვნება ჰქონდა პატრიარქს მის მიმართ და ამავდროულად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხო იქნება ერთ-ერთი საზომი მოთორებისთვის. საქმე იმაშია, რომ ყველა მღვდელმთავარი დღეს საქართველოში არის კათოლიკოს პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ ხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, იმიტომ რომ ეს არის კათოლიკოს პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში არის იმ პროცედურით გადასაწყვეტი, რომელიც მოგახსენეთ, რომელიც არის მართვა-გამგეობის დებულებაში გაწერილი და საბოლოო ჯამში ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მისი მონაწილე წევრის ნების მიხედვით.